2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით აქციის მონაწილეებზე გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 მილიონ ლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ქართულმა ოცნებამ გასული წლის ბოლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმამულში ცვლილებები შეიტანა, რამაც გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 10 ჯერ გაზარდა. საიას შეფასებით სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მძიმე დარღვევაა. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმამულში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10 ჯერ 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით პირის სამართალდამღვრად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით აქციის მონაწილეებზე ამ მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 მილიონ ლარს აღწევს. სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.